სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის დაპატიმრებას გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლას გამორიცხავს და განმარტავს, რომ თენგიზ გუნავას დაკავების გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის მოსამართლემ საქმის შესწავლის შემდეგ მიიღო. შერჩევით სამართალს გამორიცხავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ბარამიძე აცხადებს, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის დაკავება კანონის ფარგლებში მოხდა. თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც ეხმაურება. სასამართლომ გუშინ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ჩემი აზრით, მოსამართლემ იმსჯელა შეაფასა მტკიცებულებები და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება. მე აქ ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ რაღაც ზეწოლა ყოფილიყო. მე ვფიქრობ უფრო, რომ ეს არის მოსამართლის კარგად გააზრებული გადაწყვეტილება. თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით ჩვენთვის აბსოლუტურად ალოგიკურია მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ის მძიმე ბრალდებები, რასაც მას უყენებდნენ, იმ მუხლებით გამართლებულია თენგიზ გუნავა, იქედან გამომდინარე, რომ არანაირი საფუძველი არ იყო ამ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი რაც დარჩა ეგრეთ წოდებული ტალონების საკითხი, რომელიც ასევე ოფიციალური წერილით აქვს თენგიზ გუნავას გატანილი. ეს არ იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. გუნავას გამოუტანეს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, იგი თუ არ ვცდები ორ ეპიზოდში ცნობილი იქნა დამნაშავედ. აქედან გამომდინარე მას უბრალოდ დაეკისრა სასჯელი და აქედან გამომდინარე ის გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში.